ნისლი ჩამოწვა მთას მაღალმთიან აჭარას ულამაზესი ხულო ულამაზესი ვაშკაცი ხალხი აგერ რომელიც ელოდება ლალი როდის გახსნის კაფეს როდის დაფპატიჟებს როდის გაგვასინჯებს თავის უგემრიელ ქაბაბს ხინკალს ხაშლამას შევიდეთ ქალბატონ ლალისთან და ჩვენც ვნახოთ ლევანიდან გადმოვედით ლალიში ორი კაფეა სანათესაოს ეს ლიზამ გაარკვია ხო იცით ჟურნალისტური გენი მაინც თავის ეშვება ჰაერია საოცარი და აი მართლა მაგარია რა აი ზემო აჭარა არის უსაყვარლესი მოდით ვნახოთ აბა რა ხდება სამზარეულოში. ქალბატონო ლალი გამწავი მუშაობს ჩამრიცეთ. არ მუშაობს. უბრალოდ ისი არის ჩვეულებრივი. არა, პირდაპირ არაფერს არ ისრუტავს და გამწავი უნდა იყოს ობიექტზე, უნდა იყოს დასუფთავებული და მე მივხვდი რომ ეს არ მუშაობს. აქ ხო ღია პროცესი მიმდინარეობს. აი ეს რა არის? აი ეს რა არის? ამას რატო არ წმინდათ? ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქ მით უმეტეს საკვებს აკეთებ, აქ ნახოთ რა ხდება. ვაიმე. ეს რა ტაფებია? ეს ხიმიანი ტაფები შენახული რატო გაქვთ და რატო არ ეცხავთ? ეს რა არის? ეს რა არის? რატო არ ეცხავთ? ეხლა რო იხმარეთ იქ რატო შეყარეთ? ცხელია. ანუ მე რო დამინახეთ, მიტო შეყარეთ? აბა შეწვით და ეს ცხიმი შეინახეთ და მეორეთ უნდა შეწვათ? არა, უნდა დავრეცხო რა. დარეცხილი მაშინ ჭურჭყიანი რატო შეინახეთ? გასაგებია, დამინახეთ, დაიბენით და შეყარეთ. ცხელია, კი, მაგრამ აი რა არ მომწონს აბსოლუტურად ყველა ტაფა ბინძურია. ეს მარტო ჩემი გულისთვის არ არის შეყრილი. აბსოლუტურად ყველა ტაფა ბინძურია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ცხიმს ეკონომიის გამო, ცხიმს უფრთხილდებით და ტაფას არ ეცხავთ სათანად. აქ ზეთი არის. ზეთი, მარილი, სასმელები კარგით. დასუფთავება აბსოლუტურად ყველაფერს ჭირდება. აი თქვენ ნახეთ, აი ცოტა მდგომარეობა აი რა არის იცით ზედაპირულად თვითონ დასუფთავებული გაქვს, მაგრამ სათანადოდ დასუფთავებული არა გაქვს. ეს საჭრელი დაფა ხო არის? ამაზე ჭრით? არა, ამაზე ხო. აბა ეს რა არის? აი რა ჭრით? აი ამაზე დაჭრა რამესი შეიძლება? ეს არის გადასაგდები. აი ეს არის გადასაგდები. აი აგერ მწვანილი მიმხმარი, აი აქაც საკვები, ნარჩენები, ამას ხმარობთ საჭრელ დაფად. ეს დაფა არის გადასაგდები. აი ნახეთ ესეც ეს დაფა ნახეთ როგორ არის ჩამჯდარი შიგნით აი ეს არის პირდაპირ ნაგავში გადასაგდები დაფების სასწრაფოდ გამოსაცვლელი კანალიზაციის მილები არ გივარგათ ტილოს გასარეცხი ვედრო ანუ ამას ჩვეულებრივად ყოველდღიურად ხმარავ და წყალი უნკანიდან ჩვეულებრივად გამოდის და იმიტომ აქ ასეთი ცოტა სხვანაირი სუნი. უნკანის ქვები ძალიან ცუდი მდგომარეობაა და თბილი წყალი კი არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ორი ნიჟარაა, ხელსაბანიც ეს არის, ჭურჭლის სარეცხიც ეს არის და პროდუქტის სარეცხიც ეს არის და ტილოები კიდე, აი ტილოების მდგომარეობა სავალალოა სამწუხაროდ. აი მე ხა ცოტა მაგ სტუმრების ზიან და არ მინდა მანდა მაინც შევაწუხო და ცოტა ვცდილობ რომ შუმად ვილაპარაკ ერთი სიტყვით. გამწოვი გასაწმენდია ბადეების საშინელ მდგომარეობაშია და გასაწმენდია ამის თავიც წარმომიდგენია რა მდგომარეობაშია იმიტომ რომ ყველგან აბსოლუტურად თუ კი აქვევით არ იწმინდება სადაც ხედველობაშია ზევით მით უმეტეს არ გაიწმინდება კედლები ამის საშუალებას იძლევა რომ გაიწმინდოს იატაკიც არის დაგებული და იმის საშუალებას იძლევა რომ მოწესრიგებული იყოს და მოწესრიგდება კიდევაც მაგრამ აი ეს დაშლილი გაუბედურებული სამზარეულო უნდა შეკეთდეს კედლები უნდა გაკეთდეს და აუცილებლად სათანადოდ უნდა იმუშაოს. ძალიან ბევრი ნაკლია ობიექტზე და ეს ნაკლი უნდა იყოს აღმოფხრილი აუცილებლად. აგერ მხედავ ყველაფერს. აგერ ბატონო, ეს კატლეტია. გორის. ადგილზე ვამზადებ. ხულოს კატლეტი, უკაცრავად. ნატურალური ხო, აგერ ხორცი სახაშლამე, თქვენც ამზადებთ ხაშლამე. თქვენს ბიძაშვილთან ვიყავით. მოგიკითხ მადლობა. ერთად მოვდივართო ჩვენო ბიძაშვილებიო იქით ლევანი აქეთ ლალი. აი რა გითხრათ, ლევანთან ინტერიერი უფრო დახვეწილი იყო, უნდა
ითქვას, იმიტომ რომ აი ეს დაზიანებული ჭერი არ იყო კედლები, მაგრამ ესო ახალი გაფუჭებული არისო, წვიმა ჩამოვიდაო და შევაკეთებთო ქალბატონმა ლალიმ გვითხრა, აქ იწყდნენ მამაკაცები სვამდნენ, მიირთმევდნენ და რო დაგვინახეს, დააგდეს დანა, ჩანგალი, კოვზი, ყველაფერი და გაიქცნენ. მაგრამ მოასწრეს და გვითხრეს, რომ ძალიან გემრიელია ლალისთან ყველაფერი მოგწევსო. აი რა გითხრათ ახლა, მოკრძალებული ინტერიერი, აი ისევ და ისევ იქ მაგიდები ოდნავ მაინც უფრო ახალი იყო, თქვენი ალბათ უფრო ძველია კიდე. რამდენი წლის არის თქვენი კაფე? 23. ის 48 იყო, თუ არ მოგვატყუა, რა თქმა უნდა. 48 წელი ამ სფეროში მუშაობო და 23 რაც თავის ბიძაშვილიც წამოიყვანა ამ სფეროში, ხო? აი რა გითხრათ, ეხლა არ აქვს მნიშვნელობა, ინტერიერი არის ძალიან ესეთი უბრალო, მაგრამ თავარია იყოს სისუფთავე, ეხლა ცოტა მოსახვეტია იატაკი, იმიტომ რომ ბევრი სტუმარი ყავდათ და ალბათ ხო, მეტი ხალხი შემოდის სადილზე, გასაგებია და ალბათ ყველაფერი ეს ლაგდება და სუფთავდება. აგერ შემამჩნია რაღაცა ღვეზელი, კარტოფილიანია? კარტოფილიანი ღვეზელი აგერ გამზადებული, ბატონო. ალბათ ძალიან გემრიელი. აი, დანარჩენზე რა გითხრათ, კაქტუსი იმისთვის რომ ცუდი სხივები შთან თქოს და ჩვენ მხოლოდ აქ ჟანგბადი გამოიმუშავოს. აი რაღაცა დღეს ბევრს ხუმრობ ცუდად და ეთყობა მე რომ გადავალთ მესამე ობიექტზე რაღაცა ისეთი დაგხვდება. მაგრამ იმედია რომ შვიდობით დამთავრდება ეს ჩვენი ვოიაჟი ხულოში, უბრალოდ აი ამ კედელს რო უყურებ და იმდენად არ მომწონს რომ აი გისურვებთ რომ მალე გააკეთოთ რემონტი, ხო? როდესაც ჩვენ ჭიქებს ვრეცხავთ და აი ასეთ ტილოებზე ვაწყობთ. ეს ტილოები იჟღენთება წყლით და მე არის მიკრობების გავრცელების ბუდე. სასათფურე პირობებს უქმნით მიკრობებს. დაბინძურებული ჭურჭელი იწვევს საკვების დაბინძურებას. ამიტომ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ტილოები არ არის სწორი, ეს უნდა დაშრეს და ისეთ ზედაპირზე უნდა იყოს, რომელიც ძირეცხვა დეზინფექცია შესაძლებელი იყოს. აი აქ იწრიტებოდეს ჭურჭელი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სტიკერები არაფერზე არ გაქვთ, ვადები აბსოლუტურად არაფერზე არ გიწერიათ. რა როდის არის შემოტანილი, რამდენი აქვს შენახვის ვადა, სანამდე უნდა გაიყიდოს. 5 დღისას ერთად ხარშავთ ახლა რომ არ ტყუილი არ თქვა. აი 4-5 დღეში არ გაიყიდა და დარჩა ერთი თქვათ 300 გრამი, სადმე გაქვთ? საყინულედან ამოგაქვთ და ისე მაცივარში ხდება. აბა სადმე გაქვთ საყინულეში? ხო და მე ეგ არის ზუსტად რომ ფაქტიურად ციკლი არის, აი უწყვეტი ციკლია მაცივრიდან საყინულეში, საყინულიდან მაცივარში და ეს ზუსტად ვადები, იმიტომ უნდა იყოს რომ უნდა განსაზღვროთ. პროდუქტი რომ გალღვება იმის მეორედ გაყინვა არის დანაშაული. ანუ ნახეთ, ერთი დანაშაული, 2, 3 და ფაქტიურად ჭურჭელის მოვლის წესი არ არის დაცული. ეს იცით რატო ხდება? იმიტომ რომ თქვენთან არ არის ჰასპი დანერგილი. სურსათის ეროვნული სააგენტო იყო თქვენთან? ახლა ახლო ხანში მე-3 თვეა დაკეტილი მაქვს არ ყოფილა და 3 თვეა დაკეტილი გაქვს. ხო და არ ვიცი, ჩამოიარა თუ არა, არ ვიცი, მე რომ დაკეტილი მქონა, ჩემთან თავისთავად ვერ იქნებოდა. კარგი, 3 თვე გქონდათ დაკეტილი, მაგრამ მანამდე მუშაობდათ და ეხლა მუშაობთ. რამდენი ხანია გახსნილი გაქვთ? რაღაცა 1 კვირა არის. არა, ქალბატონო, 1 კვირის გახსნილი ის გამწოვები არ არის. ეხლა რა მითხარით? ეს ღვეზელსაც აქ აკეთებთ, ხო? ხო და თუ დარჩა ღვეზელი, არა, მე არ ვამბობ, რომ ძველია, ცუდია, რაღაცა, პირიქით კარგია და ლამაზიც არის ვიზუალურად და ცხიმიც ისე ცხიმში არის, რომ ბევრჯერ შეწვარ ცხიმში არ არის, იმიტომ რომ ფერი აქვს ისეთი არ არის გაშავებული. მაშინ რატო გაქვთ შენახული, მითხარი? ხაჭაპური შევწყვეტ. არაყი საიდანა გაქვთ? არაყები საიდანა გაქვთ? სახლის არაყია? სახლის არაყი. რამდენად უსაფრთხოა, რამდენად შემოწმებულია ლაბორატორიულად? ლაბორატორიულად ისე გატარებულია 2-ჯერ, 3-ჯერ. 2-3ჯერ ნახადია. ანუ შემოწმებულია, ხო, მაგრამ მაინც რისკ ფაქტორს წარმოადგენს და სახში გაკეთებული არაყი კიდე იმდენად არ არის, მაგრამ თუ კი სპირტს აზავებთ, მაშინ ეს ძალიან საშიშია და ამას ნუიზამთ, ძალიან გთხოვთ. ესენი ამ წუთში დამზადებულია, ჩვენი არ არის გაყინული.
ეს ხო გედოთ მაგიდას. აი რამე რო დაგჭირდეთ, ამას ამაგიდაზე ხო მოიცვლით ხელს და ამაზეც ხო დადევთ. მე ამას რომ ხო, აი ეს ხო არ შეიძლება. სწორი ვარ. აი ნახეთ, ხორცი ჰერმეტულად არ არის დახურული, აი რაღაცა ვარდება შიგნით, აი რაღაცა არის. აი იქაც ნაწილაკები ყრია. იცით რატო? იმიტომ რომ ბუნებრივია, აი ნახეთ, აი იქაც ხორცი როგორ არის. თქვენც ნაწილობრივ გახურიათ თავზე, მეც ვერიდები, იმიტომ რომ ჩემი თმა შეიძლება ჩავარდეს, მაგრამ მე აქ ყოველ წუთში არა ვარ. აქ აგაქვთ მზაკერძი, აქ აგაქვთ მუხარშული ხორცი და აქ აგაქვთ ფარშებიც. ჯვარედინი დაბინძურება, ხო იცით რა არის? ისეც აი ნახეთ როგორ არის. აი ნახეთ, არა ჰერმეტულად ამ მოკრული ყველა. კონტეინერში ჩადეთ, გააცალკავეთ და ჰერმეტულად თავზე დაახურეთ. კარგით? ვსო, მე დავამთავრე.